სამშობლოებისა და ხამალობა მოსვლისთვის პრინციპში რაღაც პიკური კვირა იყო შეიძლება ითქვას თუ დაძაბულობას გავითვალისწინებთ 8 ფებრუარმა ძალიან ბევრ სხვა მოვლენას დაუდო სათავე შეიძლება ესე ითქვას ნუ თავისთავად კულმინაცია იყო ხელჩართული ჩხუბი მაესტროს ეთერში თუმცა ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ გარე გამოვლინებაა იმ პროცესების რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს კრიზისი გვაქვს პრაქტიკულად თუ არა გვაქვს კრიზისი არა კრიზისი დიდი ხანია გვაქვს და რეალურად ამ ეს კრიზისი ხელოვნურადაც არის შექმნილი და ფაქტობრივად ჩვენ გვახსოვს განცხადება ნაცმოძრაობის ლიდერების როგორც კი აღიარეს არჩევნებში დამარცხება რომ აუცილებლად ყველა სფეროში პრობლემა შეექმნება ახალ ხელისუფლებას და რეალურად ამას ახერხებენ კიდევაც სხვადასხვა ბერკეტებით და ტრიბუნას არტოვებენ რომ საგარეო კუთხით პრობლემა არ შექმნან ქვეყანაში შიგნითაც საკუთარი ბერკეტებით ცდილობენ რომ ხელისუფლების უსუსურობა წარმოაჩინონ პირველ ფლანგზე და ამავდროულად ძალის დემონსტრირებით არიან დაკავებულები რეალურად ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ რომ 10%-იანი პარტია ახერხებს და თამაშის წესებს უსაზღვრავს მოსახლეობის დიდი რაოდენობით მხარდაჭერილ პარტიას და მართლების რეჟიმში ყავს რეალურად რაღაც ნიუსებს გაუშვებს, შემდგომში რაღაცას დააბრალებს და მე 10 დღე მართლების რეჟიმში არიან, ესე არ არის. ხან ესენგეს მოიგონებენ, ხან არ ვიცი მე შპიონებს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის არ აპირებს მისი თვითგამოწვეული პინგ-პონგის თამაშს. კი, კარგი მაგრამ მეორე მხარე უნდა გავანალიზოთ, რომ ნაცმოძრაობას დღეს რეალურად დაკავებული აქვს მთლიანად უმცირესობის კვოტა და ის ლგოტები, რომელიც გათვალისწინებულ პარლამენტში უმცირესობისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, ალტერნატიული მიკროფონი მათ აქვთ, თქვენს ტელევიზიებით რაღაც რო კომენტარი გაინტერესებთ, პირველს ეკითხებით ხელისუფლებას, მე გინდათ თუ არ გინდათ, მიდიხართ ნაცმოძრაობას, რომ თალავნებურად ახლა ასე თუ ისე რაღაც ყოველთვის სულ თამაში არიან, მით უმეტეს ახერხებენ კიდე რაღაც თემების შემოგდებას, რომელზეც მუდმივად ხდება მსჯელობა და ბუნებრივია, ვინაიდან მათი თემა ისინიც სულ ეპიცენტრში არიან. სამწუხაროდ იმასაც ახერხებენ, რომ რაღაც საკითხებში რეალურად კარნახობენ თამაშის წესებს. აი თუნდაც იმ პრეამბულაში ჩვენი რაღაც მომავალი კურსის დაფიქსირების თაობაზე საუბარი. თავიდან გვახსოვს რომ იყო ულტიმატუმის სახით რომ აი ამას თუ ჩაწერთ, შემდგომში ვილაპარაკოთ კონსტიტუციაზე, ყველამ თქვა რომ ეს არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ არასერიოზულია, მაგრამ დღეს მაინც დადგა წრის წესრიგში და რეალურად ნახეთ სურათი რომ კიო დავждეთო და ვილაპარაკოთ. ამითი ნაცმოძრაობა ახერხებს უბრალოდ ძალის დემონსტრირებას. ეს არის ერთ-ერთი მეთოდოლოგია ხელისუფლების ჩამოშლის და დისკრედიტაციის, რომლითაც ის სარგებლობდა 2000-დან 2003 წლამდე ძალის დემონსტრირების იმისთვის, რომ უბრალოდ ხალხს დაუკარგო რწმენა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. აი ეს წამოძახილები მთავარი პროკურორის მიმართ შინაგან მე არ მიუვალ იქით მოვიდეს. ეს ხომ ყველაფერი უბრალოდ ტაქტიკაა. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, თუმცა იგი უგულავა არ მიდის. თქვენ ძალოვანი არა მხოლოდ მუშაობის გამოცდილება გაქვთ. ძალოვანში არა პროკურატურა არ არის ძალოვანი. შეუძლია თუ არა პროკურატურას ძალით მიიყვანოს გიგი უგულავა. რატომ გახდა სასამართლოსთვის მიმართა აუცილებელი? შეუძლია, რა თქმა უნდა, შეეძლო პროკურატურასაც. ჩვენ ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრინციპიალური პოზიცია და განაცხადა რომ არა. ჩვენ მივმართათ სასამართლოს და ძიძულებით მოგიყვანთ, მაგრამ პროკურატურამ ჩათვალა რომ ჯობია კაბინეტში დაკითხო. თუმცა ეს არის არა მხოლოდ გიგი უგულავასგან დააკვირდით, რომ აბსოლუტურად ყველა ცდილობს ძალის დემონსტრირებას. აი დეპუტატების ტონი და დიქციას შეხედეთ. მაგრამ დღეს ამის დემონსტრირებას ახდენენ. მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობაში გაჩნდეს ის აზრი, რომ მაინც და მაინც ეს ხელისუფლება ვერ აგვარებს პრობლემებს და ესენი ხედავ რა ძლიერები არიან. საკუთარი მხარდამჭერების მიმართაც აგზავნიან გზავნილებს, რომ ნახეთ ჩვენ როგორ ავართ. აი სულ ყოველ ფიქრობთ რომ გაამართლებს ეს ტაქტიკა, როდესაც ადამიანი უყურებს იმას როგორ იქცევიან თქვა სხვადასხვა დეპუტატები, მე არ ამგონია რომ ამაში შექმნას თქვა ის დამოკიდებულება რომ აი ხელისუფლება სუსტია და ნაციონალური მოძრაობა ძლიერია. პირიქით შეიძლება უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვიოს. გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ რეალურად ჩვენ ვნახეთ ის რომ მაინც და მაინც კარგად ორგანიზებული არ არის ქართული ოცნების უმრავლესობა. ჩვენ გვესმოდა მანამდე რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ხმები იმისთვის რომ კონსტიტუციაში ცვლილება მივიღოთ, ანუ ჩვენ გვაქვს პრობლემოთ მივიღებთ. შემდგომში თურმე პრობლემა ყოფილა ეს ხმები, თუმცა გუშინ მოვისმინეთ თუ გუშინ წინ კიდე ინტერვიუ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, რომელმაც განაცხადა რომ 105 ხმა ისედაც გვაქვს, მაგრამ გვინდოდა 150 თითო და აქ ისმის კითხვა, თუ 105 გაქვთ,
და ეს საშინელი ბერკეტი შეგიძლიათ მოაცილოთ პრეზიდენტის ხელიდან. რაში გჭირდებათ ახლა 150-ით ამის მიღება ძალაუნებურად შემოყავთ მოლაპარაკების რეჟიმში ნაცმოძრაობა. ამავდროულად ძალიან ყურში ცუდად მომხდა დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ კი ბაქრაძემ ისაუბრა, მე არ მქონდა საშუალება ამაზე ეს მეთქვა ხალხისთვის. არ უნდა დაასწროს უმცირესობის ლიდერმა, უმრავლესობის პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციების მიწოდება. რატო? იმიტომ რომ იქიდან მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის უფრო ეჭქვეშ დგას. ახლა დღეს რომ ბაქრაძემ მოაწოდა ინფორმაცია, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, ნეტა ბაქრაძემ რატო მოაწოდა და ასენი ჩუმად არიან. რა ხდება? და ბუნებრივია ბაქრაძემაც იმიტომ მიაწოდა, რომ ეჭვი გაჩნდეს საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების მიმართ. აი ესეთ გზავნილებზე, ესეთ განცხადებებზე, ერთიან პოლიტიკაზე, ერთიან კონტექსტში განცხადებებზე უნდა იმუშაოს აუცილებლად ქართულ